ყურანის თარგმნა, ვისაც არ ახსოვს, ასე ვთქვათ, იმას შევახსენებ, სრულიად ახალგაზრდამ დავიწყე მე თვითონ, მაგრამ მე და დიდხანს მარტო მუშაობდი და მე კავკასიურ სახლში გაგრძელდა ეს პროექტი 4 წლის განმავლობაში. საერთო ჯამში 12 წელი მუშაობდი ტექსტზე, მუშაობდი ამ თარგმანზე, ხანსად მიხდებოდა მუშაობა ხანსად და ესე გაბმულად რომ ვთქვათ მეთარგმნა ეს წიგნი, ამის საშუალება არ მქონია, ღამით მუშაობდი ხოლმე, ვთქვათ დღისით სამსახურიდან რომ მოვიდოდი. ძალიან მოუწყობელ პირობებში ვცხოვრობდით ჩვენ, ეხლა რაც ბანკის ვალით ეს ბინა ვიყიდე, კიდე არ აგვიშავს, თორემ ყურანი პრაქტიკულად ის 8 წელიწადი სანამ კავკასიურ სახლში ეს არა ქვია, მე არ მქონდა მაგიდაც კი. და ერთი ძველი მაცივარი მქონდა, იმ გადმობრუნებულ მაცივარზე მეწყო ყველაფერი და აი ესე ვთარგმნიდი. ძალიან ბევრი შეკითხვა იყო სხვადასხვა მხრიდან, სხვათა შორის რომ რატომ დაინტერესდა ეს ლობჟანიძე, რომელიც არის მართლმადიდებელი და დღემდე ამბობს რომ რჩება მართლმადიდებლად ყურანის ქართულ ენაზე გადმოღებით და ხომ არ არის ამაში რაღაცა კვალი. იცით რა, მე მინდა გითხრათ პირველ რიგში მინდა გითხრათ ერთი რამე. როდესაც მე ყურანის თარგმნა გადავწყვიტე, ეს იყო აბსოლუტურად სპონტანური გადაწყვეტილება და ვიყავი 21 წლის ყმაწვილი. ჩემი შეხება ტექსტთან მოხდა ლექციების დროს, გვეკითხებოდა ასეთი საგანი ყურანის არაბული, გვიკითხავდა ცხონებული უკვე გარდაცვლილი დღეს უკვე გარდაცვლილი ქალბატონი თინათინ მარგველაშვილი, არაჩვეულებრივი სპეციალისტი კლასიკური არაბული ენის. ეს ჯერ კიდევ არის 1993 წელი. და იმ დროისათვის მართალია აღარ არსებობს საბჭოთა კავშირი, მაგრამ კომუნისტური ინერციით მაინც იკრძალება ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ნებისმიერ რელიგიასთან. არა მაინც და მაინც ისლამთან, ვთქვათ, დაკავშირებულია ყურანთან და მართლმადიდებლურ და ქრისტიანულ წყაროებთანაც. მაგრამ ქალბატონი თინა ახერხებდა იმას, რომ უნივერსიტეტში თავისი ავტორიტეტის წყალობით ეს სპეცკურსი შემოეტანა და ასე ესწავლებინა, ვთქვათ, ყურანი მომავალი არაბისტებისათვის როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანი. და როცა წავიკითხეთ, დავიწყეთ პოეტური სურებიდან, ასე ვთქვათ, თავიდან არ დაგვიწყია, დავიწყეთ პოეტური სურებიდან და მე ისე მოვიხიბლე ამ არაბული ტექსტით, რომ როგორ გითხრათ, აი პირდაპირ ბავშვობიდანვე ვწერდი ლექსებს, ვთქვათ, მე თვითონ და ეს არაბულად რომ გავიგონა ეს ყველაფერი, ესე იგი რაღაც საოცრება დამემართა, არასოდეს არ დამიფიცავს არც ერთ იმაში, რომ ატაცებული გავხდი ამ ტექსტით. და გადავწყვიტე, რომ რასაც ვკითხულობდით, ვთქვათ, რაც ლექციაზე წავიკითხეთ, ის პოეტური სურები მეთარგმნა კვირაში ერთხელ გქონდა ეს ლექცია 2 საათი. ძალიან დიდი მორიდებით მიუტანე და უთხარი, რომ ქალბატონო თინა მეთქი, იცით რა, მე გავბედე და ვთარგმნე ეს ქართულად. მოვიდა ლექციაზე და მითხრა, რომ დედიკო, იცი რა, შენ თავიდან ბოლომდე უნდა თარგმნო ყურანი. და დავიწყე ამ ყურანის თარგმნა. აი ეს იყო, როგორ გითხრათ, ეხლა თუ ვიტყვი მე რომ აბსოლუტურად სპონტანური გადაწყვეტილება იყო და დაფუძნებული, ვთქვათ, ძალიან დიდ მოწონებაზე. ტექსტის, არაბული ტექსტის ძალიან დიდ მოწონებაზე, აი იქიდან წამოვიდა, რომ ვიფიქრე, კაცო, ეს ხო საოცრებაა მართლა, ესე იგი, რასაც ვკითხულობ. და მოდი, აბა ჩემ ენას თუ ექნება ამდენი შესაძლებლობები, რომ გამოხატოს ის, რაც ამ ტექსტში ვკითხულობ. ქართულად ყურანი პრაქტიკულად მირიანაშვილის შემდეგ ითარგმნებოდა პირველად დედნიდან და ჩემი მოვალეობა იყო, რომ ზუსტად სიტყვით შევცდილიყავი, რომ მეცადა, რომ გადმომეღო რა ეწერა დედამში. და გადავწყვიტე, რომ თლიანად მომეშორებია, ასე ვთქვათ, პოეტურ იმაზე კი არ ვყოფილიყავი, პოეტურ ტალღაზე აწყობილი, რომ აი ეს სილამაზე გადმოვიტანო, რაც ვთქვათ, მხატვრული სილამაზეა ყურანის, ხო? შევეცადე, რომ აზრი მომეცა ზუსტად. მუდმივად, აი რაც გამოვიდა 2006 წლიდან,
2007 წლის მარტში ამოვიდა პირველი ეგზემპლარი 6 კი აწერია, მაგრამ მარტამდე ასე ვთქვათ ბეჭდვა გაგრძელდა. აი მის მერე მიდევს და ერთი ცალი ჩემთვის მუდმივად რაღაცას ვასწორებ, ან სტილისტურად ვასწორებ, რომ უკეთესად შეიძლება ქართულად ეს უკეთესად შეიძლება ამან გაიჟღეროს ასე. ან ისი ანას ერთი სიტყვით არ მეშვება ეს წიგნი და არ ვეშვები ამ წიგნს. სამწუხაროდ ქართული საზოგადოება შეიძლება ითქვას, რომ ისლამის მიმართ ინდიფერენტულია. ეს ინდიფერენტულობა გამოიხატება იმაში, რომ მეთოდურად არ ხდება ამ საკითხების გაშუქება, თქვათ სხვადასხვა დროს, თუნდაც ერთი გადაცემა იყოს მიძღვნილი ისლამის საკითხებისადმი, სადაც გამოვლენ ამ რელიგიის წარმომადგენლები ისეთი ხალხი, ვისაც ვთქვათ, ბევრი წაუკითხავს ამაზე და რაღაც საკითხების შესახებ განმარტებას მისცემენ საკუთარ მრევლსა თუ საზოგადოებას. ძირითადად ინტერესი აქტიურდება ხოლმე იმ შემთხვევაში, თუ კი სადმე მაგალითად პარიზში მოხდა ტერაქტი და გამორბიან ჟურნალისტები რეკავენ და ამ შემთხვევაში ბოლოს უკვე მე ყველანაირ კომენტარზე ვთქვი უარი. ამას ჰქონდა ორი მიზეზი. ჯერ ერთი ის, რომ კომენტარი არის ხოლმე დაჩეხილი ჟურნალისტების არაპროფესიონალიზმის დამსახურებით, მაინც და მაინც ამოიღებენ არაარსებით რაღაცას და დატოვებენ უпростоრად არაარსებით რაღაცას და არსებით ამოაგდებენ იქიდან ისე რომ შენ თვითონ ვინც ინტერვიუს აძლევ გამოდიხარ რომ ტყემალზე ხარ საერთოდ რა ინტერვიუს იძლევ წადი შვილო სკოლაში ისწავლე რაღაცა იგივე ის არის და ამ დამოკიდებულებას რომ აწყდებოდი მუდმივად გადავწყვიტე რომ მე აი არავისთან არ გავაკეთებ ინტერვიუს ამ საკითხებზე მით უმეტეს ჩემი აზრით იმას რაც ხდება თქვათ აღმოსავლეთში და რაც მოხდა პარიზში ისლამთან აქვს მხოლოდ ნომინალური კავშირი სინამდვილეში არანაირი დაკავშირება ასე ვთქვათ ტერორიზმის დაკავშირება ისლამთან ჩემი აზრით არის ძალიან დიდი შეცდომა და პირველ რიგში მუსლიმების შეცდომა და დანაშაული ვინც ამას აკავშირებს ისლამთან ეს სოფლიოსი კი არა თვითონ მუსლიმების რომლებიც ისლამის სახელით იარაღს იღებენ ხელში იმიტომ რომ აქ ისეთ საკითხებთან გვაქვს საქმე როგორიც არის ვთქვათ ჯიჰადი და მისი გამოცხადების პირობები რა არის ჯიჰადი საერთოდ რა არის მშვიდობა და ომი ისლამში ხო მოგეხსენებათ თქვენ რომ ისლამი იმავე ძირის სიტყვა რაც არის სალამ თქვათ ასსალამუ ალეიკუმ ხო მშვიდობა თქვენთან პირველი რასაც უსურვებ გამარჯობა რო არის ქართულში უფრო არის ჯიჰადისტური მომენტი ქართულ ენაში შემორჩენილი გამარჯობა რო ეტყვი ესე იგი მტერზე უნდა გაგიმარჯვა აბა ვიზე გაგიმარჯვდება ხო და იქ არის ასსალამუ ალეიკუმ შვიდობა თქვენთან. რა შემთხვევაში აქვს ბრძოლას გამართლება ისლამის ყურანის მიხედვით უпростоრად, იმიტომ პოლიტიკურ ისლამზე ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ, ეხლა იქ ვთქვათ სახალიფოში მე რა წარმონაქმნებთან მქონდა საქმე და როგორ განვითარდა ეს მოვლენები იდეოლოგიურად, ის სულ სხვა საკითხია. ყურანის მიხედვით ვთქვათ რა შემთხვევაში იწყება ბრძოლა. რა არის ეს ბრძოლა საერთოდ ჯერ არის მცდელობა ალაჰის გზაზე ხო და მე არის ასეთი რა მეკითხებიან ხოლმე რომ აი აგრესიას წაახალისებს თუ არა ყველაზე ხშირი შეკითხები რასაც მისვამენ და როგორც ჩანს ეს აქტუალური პრობლემებია ქართულ საზოგადოებაში აგრესიას წაახალისებს თუ არა ყურანში არის თუ არა იმის საფუძველი რაც თქვა დღეს ხდება ტერორისტული აქტების სახით მთელ მსოფლიოში. ყურანში მართლა წერია, რომ ქრისტიანები უნდა დახოცონ და მე ვპასუხობ, რომ ქრისტიანების დახოცვაზე იქ არაფერი არ წერია. და საერთოდ ხოცვა-ჟლეტვაზე არაფერი არ წერია, გარდა ერთისა, რაც მითითებულია, ასე ვთქვათ. რომ გამოდევნეთ ისინი, საიდანაც გამოგდევნია. და დახოცეთ ისინი ისე, როგორც დაგხოცავენ. მაგრამ თუ დაუზავდებით და შეურიგდებით, იცოდეთ, რომ ზავი ომზე უკეთესია. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ, აი ეს რას ნიშნავს? ეს არის იგივე თვალი-თვალისაწილ, კბილი-კბილისაწილ, თქვათ ძველი სჯულის, ოღონდ უფრო
ლმობიერად გადმოცემული ნაკლებ კატეგორიულობით, იქ აბსოლუტურად კატეგორიულად არ ნათქვა, თვალისაწილ, კვირისაწილ, არანაირი შუღლი, არანაირი ზავი და ეს არ არის ნათქვა. ესე იგი, ამოთხარეს თვალი, ამოთხარი. აქ პირიქით, კაცო, ესე იგი, აქ თუ ვთქვათ შედარებას გავაკეთებთ, ესა რა ქვია, აქ პირიქით მეტი ლმობიერება ჩანს და სიყვარული ჩანს პირველ რიგში. თქვენ წარმოიდგინეთ ისლამმა საუკუნეების განმავლობაში შექმნა უდიდესი კულტურა. ველურობა, თქვათ, და როგორც ცდილობენ წარმოაჩინონ, შეძლებს კულტურის მშობელი იყოს, ამხელა კულტურის მშობელი. ელემენტარული შეკითხვა უნდა დასვა. საიდან მოდის ეს ყველაფერი, მთელი ეს აღმოსავლური კულტურა, რომელიც გაცვიფრებს, გაღელვებს, დღემდე ცოცხალია, რასაკვირველია ყურანიდან. ეს რო არ ყოფილიყო, არაფერი არ იქნებოდა საერთოდ. მაშინ რაზეა ლაპარაკი? ჩვენ რასთან აგვაქვს საქმე, როდესაც ვთქვათ, ლაპარაკია ტერორისტულ აქტებთან. ორი საკითხი არის მან, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ერთი არის ის, რომ დღევანდელ აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები პოლიტიკური შეფერილობით, აშკარად პოლიტიკური შეფერილობით, პასუხია, მოდით პირობითად ვთქვათ, დასავლეთის საქციელზე, რასაც ის მე-18 საუკუნიდან დღემდე მოყოლებული დასავლეთის ქცევა ისლამთან და მუსლიმურ ქვეყნებთან მიმართებით. მაგალითად, მე ეს, როდესაც ეგვიპტეში ჩახვალ, პირველი რაც ვთქვა და ვიგრძენი ეს უნდობლობა და გაუცხოება, ერთ-ერთი პირველი შეკითხვა რომ ლაპარაკობ არაბულად თითქოს გაუხარდებათ და მე გეკითხებიან რომ ლიმაზა თაალამთა ლუღა არაბია რატომ ისწავლე არაბული ენა რატომ და აშკარად ცუდი შეკითხვა ის კი არა რომ ესე იგი გააჩნია აქაც ვთქვათ მახვილსად დასვა და მე მივხვდი რომ ეს მოდის ძალიან დიდი შიშისგან იმიტომ რომ ეგვიპტეში მე მგონი ერთადერთი ქვეყანა სადაც საქართველოს უპირობოდ განიხილავენ ესა რა ქვია რომ გეტყვიან ვთქვათ საიდან ახარ და ეტყვი ჟორჟია გეტყვიან ჟორჟია ელიფი ურუბა საქართველოს რომელიც ევროპაშია ნუ რო განასხვავო ვთქვათ ჯორჯიასაგან მაგრამ იმათთვის ევროპა დაღიქმება და ევროპული ექსპანსია მათიციან რა არის და ევროპული ექსპანსია შევიდა სწორედ ისტიშრაყის მეშვეობით, ანუ აღმოსავლეთ მცოდნეების ორიენტალისტიკის მეშვეობით, ესე იგი ჯერ ძალიან კარგად შეისწავლეს, მერე შევიდნენ და გამოიტანეს ყველაფერი, რაც გამოსატანი იყო და დაამცირეს აბუჩათა იგდეს და ყველაფერი გაუკეთეს, ვთქვათ, თავიანთ კოლონიებში მეტნაკლები ხარისხით, ეხლა ესე ერთი ხელის მოსმით არაფერზე არ შეიძლება ლაპარაკი. შესაბამისად, იცით რა არის, როდესაც ლაპარაკია მუსლიმურ ტერორიზმზე, მოდით იმაზე დავფიქრდეთ, თქვენ რა საერთოდ აუდიტორიას მიმართავთ, რომ რა არის ამ ტერორიზმის ძირი და საფუძვლები. როცა დავინახე, რომ ყურანის იმ შესავალმა ქართულ საზოგადოებაში გამოიწვია ძალიან დიდი ინტერესი და პრაქტიკულად იქ იყო ლაპარაკი ისეთ საკითხებზე, რაც პირველად ესმოდა, ცალკე დავწერე მუჰამედის ცხოვრება. ჩემით რა თქმა უნდა, ეს მხატვრული ნაწარმოები კი არ ყოფილა, მე ავიღე მუჰამედის ყველაზე დიდი ბიოგრაფიები, რაც იყო, ვთქვათ, მერვე საუკუნიდან მოყოლებული, ან მუჰამედის პრაქტიკულად გარდაცვალებიდან 80 წლის შემდეგ დაიწერა პირველი ჰიშამის ეს, ვთქვათ, სირა ნაბავია. ამ სირა ნაბავიას მიხედვით ძირითადად გავაკეთე და კიდე იყო ვთქვათ ატაბაყათ ალ-კუბრა და ასე შემდეგ უამრავი წიგნი არსებობს და რამდენიმე ავიღე ძირითადი არაბული წყაროები ესე იგი სანამ გაიყოფოდა ვთქვათ ესეთ პოლიტიკურად გაიყოფოდა შიიზმი და სუნიზმი რომ ესეც გავითვალისწინე რომ ყველასთვის ყოფილიყო იქ მისაღები ორივე მხარე დარჩა უკმაყოფილო როგორც ხდება ხოლმე ერთი ის რომ მეცნიერები მათ შორის მეუბნებოდნენ რომ მოციქულს რომ წერ მოციქული მუჰამედი ყველგან მიწერია ან წინასწარმეტყველი ან მოციქული მუჰამედი ხო
და მოციქულს რომ წერ ბჭყალებში რატო არ სვამ ამ მოციქულს როგორ შენ აღიარებ რომ ის მოციქულია მეუთხარ ნიშნულობა არ აქვს ჯერ რო გითხრათ სიმართლე მეც ვაღიარებ რომ მოციქულია მაგრამ ნიშნულობა არ აქვს მე რას ვაღიარებ მე ამოვდივარ იქიდან თქვა თავის ავთენტურ გარემოში რა დაღიარებენ ამ კაცს თქვა თუ კი ამდენი მუსლიმი ამბობს რომ ეს არის მოციქული ელემენტარულად პატივი უნდა სცედა ბჭყალები არ გაუკეთო იმას თქვა ეს უკვე დამოკიდებულებაა და მეორე მუსლიმების რეაქცია იყო რომ რატომ დაწერა ლობჟანიძემ რამდენი ცოლი ყავდა თქვა მუჰამედს როგორ იქცეოდა ამ ცოლებთან ჰიჯაბის შემოღების ის ისტორია რომელიც ატაბაყათალ კუბრაშია ჯერტი თვითონ ისლამი აღიარებს იმას რომ მუჰამედი არის ჩვეულებრივი კაცი მართალია აღმატებული მაგრამ ადამიანურად ის არის არავისაგან განსხვავებული არ ყოფილა ამითაც არის ისლამის რელიგია უნიკალური რომ მას არ აქვს სასწაულებრივი სწრაფვები ასე ვთქვათ აღიარებს რომ მუჰამედის ერთადერთი სასწაული რეალურად იყო ყურანი რომელიც ისევ ღვთის სასწაულია და ყურანის სასწაული და იესო ქრისტეს დაბადება ერთ რანგში გაყავს ყურანს თვითონ მოგეხსენება თქვენ და ისლამს ეს ერთი და იგივეა დანარჩენი რაც არის ასე ვთქვათ მუჰამედი არაერთხელ იმეორებს რომ მე კაცი ვარ თქვენი მსგავსი ასე ვთქვათ ან ღვთის სიტყვებს იმეორებს რომ შენ არავინ ხარ თუ არა კაცი მათი მსგავსი და არაფერი მოგეკითხება გარდა გადაცემისა ანუ ის რომ მხოლოდ უნდა გადასცე ამათ მეტი შენ არაფერი არ გევალება და არ მოგეკითხება დანარჩენი ვთქვათ რაც ხდება შენ ცხოვრებაში შეიძლება ისეთივე ჩვეულებრივი და ადამიანური იყოს როგორც ყველა ადამიანის ცხოვრებაში და ამიტომაც ბუნებრივია რომ თვითონ იმ გაგიკვირდება ხშირად ისეთი დეტალებია აღწერილი ვთქვათ ამ ტაბაყათალ კუბრაში რომ აი ეს რა საჭირო იყო ეხლა რატო დაწერეს ეს ყველაფერი ხო შეიძლებოდა რომ მორიდებოდნენ უბრალოდ იცი რა კი არ მოეტყუებია ვთქვათ ტაბაყათალ კუბრას ავტორს არამედ არ დაეწერა საერთოდ დადუმებულიყო ამის არა ის ჩვეულებრივი წერს იმიტომ პატიოსნად ასრულებს თავის მოვალეობას რომ რაღაცა არ დაიკარგოს წერს მუჰამედის ჰარემის შესახებ ვთქვათ იმიტომ რომ ეს ამ ჰარემის ურთიერთობები აისახა მერე ვთქვათ გამოცხადების ტექსტში არის ასახული წერს მუჰამედის დამოკიდებულებებზე სხვადასხვა საკითხებთან ხო და თუ კი არსებობს ამის ინტერესი რატო არ უნდა აბსოლუტური პატივისცემით ეს არ ნიშნავს რომ ვინმე დაამცირა და მით უმეტეს ვთქვათ მუჰამედზე რაღაცა ისე ზემოდან ილაპარაკო აი ეს იყო ჩემი პოზიცია. დასავლეთი სამწუხაროდ მე არ ვამართლებ არც ერთ ტერორისტულ აქტს და არანაირ მკვლელობას და მათ შორის შარლი ებდოსაც კი არ ვამართლებ შარლი ებდოს ტერორისტულ აქტს, როგორც ტერორისტულ აქტს. თუმცა მიმაჩნია რომ კარიკატურა რომელიც მათ გააკეთეს იყო აბსოლუტურად ამაზრზენი, გამაოგნებელი და დაუშვებელი საერთოდ, ხო? მაგრამ არის რაღაცა რასაც სიკვდილი სჯიდა არის რაღაცა სხვანაირად შეიძლებოდა ამისი თქვათ პასუხი. ყოველ შემთხვევაში ტერორიზმს არანაირად არ ვამართლებ, უბრალოდ მე მინდა ევროპის მხარესაც ვთქვათ რომ დაფიქრდეს ეს ხალხი რომ რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. იქნებ ჩვენც რაღაცა დავაშალეთ. იქნებ ჩვენც არასწორად მოვიქეცით. მათ შორის ვთქვათ თელმა ქვეყანამ დაიყენა ეს je suis Charles გახსოვთ. რატო კაცო მე არა je ne suis pas Charles. სულაც არ ვიქნები Charles. რატო როცა სხვებს ამცირებენ არა ვარ მე Charles. წარმოაჩენენ როგორც ერთიან სიველურეს რომელიც ებრძვის კეთილდღეობას და მიზეზებს აღარ იკვლევს არა სამწუხარო. და ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ ჩვენ უნდა დავფიქრდეთ ჩვენ წილპასუხისმგებლობაზე ჩვენ ქრისტიანები ევროპა მიზეზები გასაგებია ამ ყველაფრის რომ ევროპას ბევრი რამე შეეშალა ისლამთან მიმართებით მათთან მიდიოდა როგორც უფლებამოსილი სადამსჯელო თქვათ ძირითადად ასე ხდებოდა არაბულ ქვეყნებში ხო მაგრამ
საოცარი ის არის, რომ თვითონ მუსლიმები რატო ექცევიან ასე საკუთარ რელიგიას. ეს არის საოცარი. იმიტომ რომ შეიძლება შენი უფლებები ისე დაიცვა, რომ თავარი არ დააზიანო. და შენ რელიგიას არ მიაბა მკვლელის სახელი, რომელიც ამას არ იმსახურებს და არც გეუბნება ამას. გარდა ამისა, ჯიჰადი მოგეხსენებათ თქვენ, როდესაც ლაპარაკია საღვთო ომის წარმოებაზე, ეგრეთ წოდებული საღვთო ომის წარმოებაზე, ან რელიგიური მიზნებით ომის წარმოებაზე. ჯიჰადი უნდა თავისი პირობები აქვს გამოცხადების ამ ჯიჰადს. ჯიჰადი ცხადდება სრულ ჭკუაზე მყოფი საყოველთაოდ აღიარებული რელიგიური ლიდერის მიერ. ვინ გამოაცხადა ჯიჰადი და ვის მიერ არის აღიარებული, როდესაც თვითონ მუსლიმურ სამყაროში არის ძალიან დიდი სიჭრებით ხასიათდება ეს ისლამური სამყარო და იქამდე მივიდა ეს ყველაფერი, რომ ერთმანეთს ებრძვიან მუსლიმური ქვეყნა. რაც არ უნდა იძახონ ჩემზე ვთქვათ შიიტი, სუნიტი ესა ისა, მე ერთი რამე მყარად მწამს როგორც ადამიანს, რომ ძალიან დიდი შეცდომა არის შიიტების და სუნიტების დაპირისპირება იარაღით ხელში, თორე თეოლოგიური დებატები კი ბატონო, რისთვის არის აბა ვთქვათ აზრი, ხო? დადექით და იკამათეთ, მაგრამ იარაღით ხელში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ეგ ხო არის რაღაცა ესა. კარგი, ეს უარყოფილია ეს ერთი რომ ვთქვათ აი უпроსორად ჩემ შეკითხვას ვერავინ სცემს პასუხს, რომ ვინ გამოაცხადა ის ჯიჰადი, ის ბრძოლა, რომელშიც ვთქვათ ვიღაცები საქართველოსდან იღებენ მონაწილეობას. მეორე საკითხი არის ის, რომ ჯიჰადი ცხადდება კონკრეტული დროის განმავლობაში, აუცილებლად დრო უნდა იყოს მონიშნული აქედან აქამდე. კონკრეტულ ლოკალურ ადგილას და აქვს თავისი პირობები, ვიცით თქვენ, რომ არ შეიძლება ვთქვათ სამოქალაქო, ეგრეთ წოდებული სამოქალაქო პირების ხოცვა. არ შეიძლება ქალების, ბავშვების დახოცვა, არ შეიძლება საცხოვრებელი გარემოს განადგურება. აი, იგულისხმება როგორც მწვანე გარემო პირველ რიგში, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ხო? ასე არ არის? ასე არის. ყველაფერი აი საცხოვრებელ გარემოში ხა ხეს წარმოიდგინეთ თქვენ არაბეთის ნახევარკუნძულზე შეიძლება უფრო დიდი ფასი კონდეს ვიდრე ადამიანის სიცოცხლე საერთოდ, ასე ვთქვათ, ხის საფარს და მწვანე საფარს იმ პირობებში. ხო? და ეს არის მკაცრად განსაზღვრული, რომ ეს არ შეიძლება. ჩვენ ვხედავთ, რომ იმავე სირიაში, რასაც კადრებს უჩვენებენ, ყველაფერი არის განადგურებული, დანგრეული ქალაქები, ეს ერთი მხარე, ვთქვათ, ზედაპირულად რაც ჩანს. მერე, იცით რა არის ქორწინების წესის დარღვევა საერთოდ, ვთქვათ, აი სექსუალური თანაცხოვრების წესის დარღვევა საერთოდ, ესე იგი. ყურანში მართლმორწმუნე მუსლიმს შეუძლია ყურანის მიხედვით ყავდეს 4 ცოლი. ხო? 4 კანონიერი ცოლი და იქ ვთქვათ ხარჭების რაოდენობაზე არ არის, ხარჭებზე არ არის საერთოდ ლაპარაკი, კი შიიტები, ესე იგი ჩემიანები მიიჩნევენ რომ არის დროებითი ცოლი დასაშვები, მაგრამ არ არის ასე ის სიღე, იცით თქვენ რომ ვთქვათ შიიტურ ისლამში როდიდან დამკვიდრდა და მე მაგალითად არასწორად მიმაჩნია ეგა, არ წერია ეს ის რა ქვია, მოციქულს როდესაც წაყვნენ მუჰაჯირები. იქ ცოტა ხანში გამოიყო, ბევრი იყო უცოლოდ ასე ვთქვათ წასული და ითმინეს ერთი კვირა, 2 კვირა, 3 კვირა შეაწუხა ეს ხალხი ტემპერამენტმა და მივიდნენ მუჰამედთან გარკვეული პრეტენზიებით, რომ ჩვენ აი ცოლები არ აქვს და რაღაცა და მაშინ ზეგარდმოევლინა ეს ვთქვათ აი ეს ფრაგმენტი, რომ თქვენ შეგიძლიათ მოიყვანოთ დროებითი ცოლი. და დაშვებული იყო მხოლოდ მუჰაჯირებისათვის. და იცით თქვენ რომ არსებობს მთელი მეცნიერება, რომელიც ყურანს სწავლობს სისტემურად და რომელსაც ქვია გაუქმებული და გამაუქმებელი აიების მეცნიერება. ეს რას ნიშნავს ახლა? ყურანი არ არის ქრონოლოგიურად ზეგარდმოვლენილი, ვთქვათ, ესე უпроსორად ქრონოლოგიური ზეგარდმოვლენის მიხედვით მოცემული, არა, ის არის სიდიდის მიხედვით დალაგებული.
და ზოგიერთი აია, რომელიც ამა თუ იმ თქვათ ისტორიულ პირობებში სხვა რაღაცაში არ ჩართული, ეს ერთიანი რედაქციის მერე. მაგრამ არსებობს დღემდე მეცნიერება, რომელიც ყველაზე რთული საგანია, სხვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე რთული საგანია, ზუსტად იცოდე, რომელი აია, როდის არის ზეგარდმოვლენილი, დაალაგო ქრონოლოგიის მიხედვით და ისე გაიაზრო მთელ ყურანში რა წერია. და ამის მიხედვით ჩვენ გვხვდება იქ ვთქვათ, რომ არის გაუქმებული აი ეგრეთ წოდებული გაუქმებული აიები და ეხლა ეს რას ნიშნავს, რომ რაღაცა ბრძანება რომ მიეცა მუჰამედს და უთხრა ხალხს, ხო? იმ ბრძანების შემდგომ მოვიდა მეორე ბრძანება, რომელიც აუქმებს წინა ბრძანებას. მაგალითად, ღვინის აკრძალვასთან დაკავშირებით, ხო? თავიდან რომ წაიკითხავ ყურანს, პირველი ასე ვთქვათ, რაც ის არის, რომ წერია, რომ ღვინოში არის თქვენთვის ბევრი ზიანი და მცირედი სარგებელი. თავიდან შეიძლება პირველად ვისაც შეხება აქვს, კაცო, აგერ წერია, რომ მცირედი სარგებელი ყოფილა და ესე იგი დაშვებულია პრაქტიკულად ეგ რაღაცა, რა. და მერე ამბობს კატეგორიულად, ვთქვათ, რომ აგიკრძალათ თქვენ გვამი, სისხლი, ღორის ხორცი, ღვინო ერთი მასში გაყავს. და პრაქტიკულად ეს აია აუქმებს იმ წინა აიას, რომელიც ამბობს, რომ ღვინოში არის თქვენთვის ბევრი ზიანი და მცირედი სარგებელი. გესმით რა ხდება? ასევე არის რაღაცა იმ შემთხვევებში, როდესაც ლაპარაკია, ხო, ცოლად დროებით ცოლზე და რაღაც. ეხლა პრაქტიკულად რას ვხედავთ ამ ISIS-ის თქვათ მოღვაწეობის ფარგლებში, ხო? ეს არის საშინელი აგრესია ქალების და ბავშვების მიმართ. მე მომისმენია, ვთქვათ, იეზიდი გოგონას ჩანაწერი, რომელიც არაბულად ლაპარაკობს ხათაშორის, იმიტომ რომ მისი მშობლიური ენა კი არის, ვთქვათ, ქურთული, მაგრამ სამეთყველო ენა არის არაბული, იქ ცხოვრობდა ეს ერაყში ცხოვრობდა და შესანიშნავად ლაპარაკობს. მე ვერ გაუძელი იმ ჩანაწერს ხალხო. და ვერ გაუძლებს ვერც ერთი მუსლიმი, ვინც არის ადამიანი. ხო? იმიტომ იქ ლაპარაკია იმაზე, რომ ყიდიან ამათ მონებივით, რა ამიხსენით თუ კი ისლამი არ გათავისუფლებს აბდულლაჰ ვა აბდურრაჰმან ნიშნავს იმას, რომ ადამიანი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთადერთი ალაჰის მონა. დანარჩენი ისლამმა გაგათავისუფლა თქვენ მონობისაგან და ყველაფერი იმ ძველი რაღაცეებისაგან. რა შუაშია ეს სახალიფოს წესები, რომ გადმოგაქვს, ვთქვათ, თვითონ იმას 1000 ხალიფა იყო, რომელიც იყო გარყვნილი და შენ იმ წესების მიხედვით და იმათი პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით ეხლა რაღაცას აკეთებ. ჯიჰადი არის თავდაცვის საშუალება. აი იმიდან გამომდინარე, იმ აიდან გამომდინარე, რაზედაც ეგან მეუთითე, რომ გამოყარეთ ისინი საიდანაც გამოგყრიან და ჟლიტეთ როგორც გაგჟლეტენ, თქვათ, პირობითად რომ ვთქვათ, ესე იგი. ან ხოცეთ როგორც დაგხოცავენ. ხო? თუ ამაზეა ლაპარაკი, მაშინ უნდა იყოს თავდაცვის საშუალება და არა ექსპანსიის. დანარჩენი, რაც ამ საკითხებს ებმის, ეს არის უკვე ჩემთვის ისეთი პოლიტიკა, თქვა თვითონ აღმოსავლეთშიც, რომელიც ძალიან როგორ გითხრათ, არის ბევრ რაღაცაში საჭიროებს დაფიქრებას, სანამ კონკრეტული ადამიანი მიიღებდეს გადაწყვეტილებას, რომ წავიდეს თუ არა იქ საბრძოლველად. ისე იმას ვუბრუნდები, რომ შეიძლება ის იყოს ძალიან პოპულისტური მანიპულაციის ძალიან კარგი საშუალება, რომ გეუბნებიან, რომ აი რწმენისათვის უნდა დადო თავი. მაგრამ რა მიზანი აქვს ამ თავდადებას? შენ სიცოცხლეს ხო აქვს მიზანი, რისთვის იბრძვი, თქვა, გააფართოვო ალაჰის საზღვრები, სადაფართოვებ. და ვის ხარჯზე უდანაშაულო ადამიანების ხარჯზე არ ყარდება კეთილდღეობა. ისლამი არის ინსაფ ვა ადალა. ადამიანური ინსაფ, ვთქვათ, და ვთქვათ, ღვთისგან მომდინარე ადალა, რომელიც ადამიანს ეძლევა. ანუ სამართლიანობა და სიმართლე. თუ ამაზეა ლაპარაკი,
სამართლიანობაზე და სიმართლეზე, მაშინ ეს თავისთავად გამორიცხავს აი იმ ტიპის ხოცვა-ჟლეტვას, რასთანაც საქმე გვაქვს, ვთქვათ, სირიაში და გქონდა საქმე სირიაში. მეკითხებიან ხოლმე, რომ როგორ იძულებით შეიძლება რომ შეაცვლევინონ სარწმუნოება ცეცხლითა და מחვილით. პოლიტიკის ჩარევის შემთხვევაში რასაკვირველია, ყველაფერი შესაძლებელია და ჩვენ ვიცით, ვთქვათ, პოლიტიკური ისლამის მოქმედების არეალიც ვიცით, მეთოდებიც ვიცით, პოლიტიკური ქრისტიანობის მეთოდებიც ვიცით. ვთქვათ, ქრისტიანობაც ასეთივე შეიძლება იყოს, როდესაც იქ პოლიტიკა არის, მაგრამ ლაპარაკია წიგნზე, ყურანზე, მუსჰაფზე, ხო? და აქ არის ნათქვამი არის ესა ლა იkraha fid-din. და ნიშნავს, რომ არანაირი იძულება სარწმუნოებაში. აი ეს არის, იცით რა, როდესაც ლაპარაკობენ იმაზე, რომ აი ისლამი, აი რაღაცა ქიმერას ქმნიან ისეთ საშინელებას, რომ ამის უნდა გეშინოდეს, ეს სპეციალურად კეთდება. იმიტომ რომ ადამიანის ზიზღს იწვევს რა? და სიძულვილს იწვევს შიში უცხოსადმი. პირველ რიგში ისლამის სახის დამახინჯებაში უკაცრავად პასუხია, მაგრამ პირველი დამნაშავეები არიან ის მუსლიმები, ვინც ისლამის სახელით ჩადიან რაღაცა მკვლელობებს. მე არ ვიცი, იცით რა არის, კი ეწერა ხოლმე იმ ვიდეოებზე, რომ არ ნახოთ ეს, ვთქვათ, სუსტი ნერვების პატრონები, მაგრამ ადამიანის ფსიქიკა ისე არის მოწყობილი, რომ მაინც და მაინც ის უნდა, რასაც უკრძალავენ და გაფრთხილება არის. და მე ასეთი შემზარავი არაფერი მინახავს, რომ ადამიანები შეყარო ერთ გალიაში გამოკეტო როგორც მხედრები, ვთქვათ, ესე იგი, და ჩაძირო ნელ-ნელა და ამას უყურებდა და ამით ტკბებოდნენ. ასეთი რამე ისლამში, სადმე ყურანში შეიძლება მე მთარგმნელი ვარ, სადღაც გამომრჩა რაღაცა, ვინმეს წაუკითხავს. აი ეს საიდან მოდის და ეს, ვთქვათ, ადამიანის სიმხეცეს რატო არ აქვს საზღვარი. ეხლა ის გოგონა ისევ იმ ქურთი გოგონას მონაყოლს ვუბრუნდები, რომ წაიყვანეს ესე იგი 15-მა კაცმა გადაუარა თავზე უკაცრავად სხვა სიტყვებით ვერ გამოუხატა. სად წერია ეს ყველაფერი, ვთქვათ, რომელ ისლამური სახელმწიფოს ფარგლებში ჯდება ეს. იქნებ მეშლება და ვთქვათ, ჩემზე უკეთესად ვინმე კითხულობს ამ ყურანს და მას სწავლოს, იმან დამაჯეროს, რომ აი ესეთი რამე იქ წერია. პირიქით, ყველაფერი პირიქით არის. ისლამი არის, როცა ლაპარაკობენ ხოლმე, ვთქვათ, მუსლიმები ხშირად აღნიშნავენ და მე ეს აი ამ ფონზე, ამ მოქმედებების ფონზე სასაცილოდ მოჩანს, მაგრამ სინამდვილეს ამბობენ, ისლამი არის სიყვარულის რელიგია. სიყვარულის გამოვლინებაა ის, რომ ღმერთმა არ დატოვა, ვთქვათ, კაცობრიობა დაუმოძღრავად. ხო? და აქამდე კი იყო ყურანში წერია, ვთქვათ, იყვნენ შენამდე მოციქულები, რომლებიც მოსულან არაფრიან წიგნებიც იყო, მაგრამ აი ეს ცხადი არაბული ენით არის ზეგადმოვლენილი. ანუ თქვენთემთან აი ეს წიგნი მოგიტანეთ და შენ ახარ რაჰმათან და წარმოგგზავნეთ შენ რაჰმათან ლილ ალამინა, მოწყალებად, დანდობად, შენდობად სამყაროსათვის, სამყაროში მაცხოვრებელთათვის. ამაზე მეტი რა უნდა გითხრას, წიგნმა, რელიგიურმა ტექსტმა. ლაპარაკია ხოლმე ახლა იმაზე, რომ აი ისლამში ქალი არის დაჩაგრული. მე რაც მინახავს, რაც და ბევრ მუსლიმურ საზოგადოებაში ვყოფილ. ირანში მიცხოვრია დიდი ხანი, ეგვიპტეში მიცხოვრია დიდი ხანი, რა ვიცი, მე სირიაში მიცხოვრია, იქ აქ ყველგან სადაც მიცხოვრია. მანახონ უბრალოდ იმ ქართველებმა, რომლებიც ამბობენ, რომ თქვათ აი ეს არა ქვია ქალი ისლამში იჩაგრება, იმაზე უფრო დაცული უფლებები ქართველი ქალის ვიდრე არის ამ საზოგადოებებში და მე როგორც უნდათ ისი აკრიტიკო. პირიქით მე ისეთ შთაბეჭდილება მრჩება, რომ საერთოდ მამაკაცი უფრო დაჩაგრულია ამ ისლამურ საზოგადოებაში. არის რაღაცები, რაც ჩვენ თავისთავად უნდა მივიღოთ ისე, როგორც წერია. ეხლა მაგალითად ვთქვათ მართლმადიდებლობასაც ხშირ ანალოგიის სახით რომ მოვეყავთ, ხშირად აკრიტიკებენ, რომ რატომ არ არის შემწყნარებელი, ვთქვათ,
რატომ არ განიხილავენ თქვათ ჰომოსექსუალობას სხვანაირად და არა ისე როგორც თქვათ ბოროტებას. მართლმადიდებლობაშიც ეს დიდი დებატებია, ხო? რაკნას იმ მღვდელმა, რომელსაც უწერია ჯულის კანონში, რომ ეს არის თქვათ საშინელი. სხვანაირად ის სხვა განმარტებას ვერ მოგცემს. კი არ უნდა შეალამაზო ის რაც წერია. მიაწოდებ ზუსტად და ღვთის სიტყვას ჩვენი შელამაზება არ ჭირდება. მაგაზე არ არის ლაპარაკი, იმაზე არ არის რომ თანაბარია ქალი და მამაკაცი, ისლამი ამას არასოდეს არ გეტყვის. როგორ შეიძლება თანაბარი იყოს, როდესაც ვთქვათ, ერთი კაცის მოწმეობა უდრის ორი ქალის მოწმეობას სასამართლოში. და ამასაც თავისი ბიოლოგიური საფუძვლები ქონდა ყოველ შემთხვევაში იმ დროისა და იმ ეტაპისათვის არაბულ საზოგადოებაში. მაგრამ მე ლაპარაკობ აქ სოციალური დაცვის გარანტიებზე. სოციალურ ოჯახზე როგორც სოციალურ ინსტიტუციაზე, სადაც ვთქვათ, ქალი არის მე მაგალითად მინახავს, არ ვიცი ეს პანკიში როგორ არის და თქვენგან სიამოვნებით მოვისმენ, მაგრამ მამაკაცი, რომელიც ჩანს გარეთ მთელ ამ ურთიერთობებში მუსლიმურ საზოგადოებაში, ჩემი დაკვირვებით, მის უკან აუცილებლად დგას ცოლი, რომელიც ქოქავს. კარგი გაგებით თუ ცუდი გაგებით. გააჩნია ქალს, ვთქვათ, თუ კეთილშობილი ქალია, გადასარევად გამოიყვანს თავის ქმარს. და ქოქავს მაგაზე. ბატონო, ხო, როგორ ქოქავს, როგორ განწყობას აღვივებს, რას წაახალისებს მასში. ისლამი არის ბოლო რელიგია, რომელიც სრულყოფა ამ რელიგიების, როგორც ვთქვათ, ოფიციალურად. ხო, რატო იყო საჭირო ისთვის გახდა საჭირო ისლამის ზეგარდმოვლენა ამ ფორმით? და მივედი იმ დასკვნამდე, რომ ის სრულიად აუცილებელი იყო ჯერ ერთ კონკრეტულ ისტორიულ ვითარებაში, კონკრეტული არაბული საზოგადოებისათვის. იმიტომ რომ არაბს თუ ამ ენაზე არ დაელაპარაკებოდა, ვთქვათ, მისთვის შეუცნობელი დარჩებოდა უფალი. ერთ-ერთი მიზეზი ჩემი აზრით ესეც იყო, რასაკვირველია, მერე მსოფლიო რელიგიის სტატუსი აქვს და გავრცელება. ამიტომ, როდესაც ტოლერანტობაზე ვლაპარაკობ, ჩვენ ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ სპეციფიკა, რასთან აქვს საქმე და რა გვინდა, ხშირად მეუბნებიან ხოლმე, რომ ხშირად ისე მისვამენ შეკითხვას, რომ უნდათ მათთვის სასურველი პასუხი მიიღონ ჩემგან. რაც არ წერია იმას მე ვერასოდეს ვერ ვიტყვი. ვთქვათ, ვერასოდეს ვერ ვიტყვი, რომ ყურანი ამართლებს რას გადავეკიდე ისევ, მაგრამ ვთქვათ ჰომოსექსუალიზმს. ვერასოდეს ვერ ვიტყვი, რომ ყურანი ამართლებს სიძვას რაღაცა დონეზე. და ის ცოდვის მატარებელი ვინც არის, ან ცოდვისკენ მიდრეკილი, იმას ყოველთვის უნდა რაღაც გამართლება მოძებნოს. ჯულის კანონშიც ასია. რომ აი იქ რაღაცეებს ეძებ. მაშინ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, ვის მიხედვით ცხოვრობ. ცხოვრობ საერო სამართლის მიხედვით, ცხოვრობ საერო სამართლის სახელმწიფოში, განისჯები საერო სამართლით. აღიარებ ამას, ვთქვათ, თუნდაც არ იყოს ეს ოფიციალურად დაკანონებული ჯულის კანონი. აღიარებ ჯულის კანონს როგორც ქრისტიანი, უნდა იცოდე, რომ შენ მაშინ უნდა იხელმძღვანელო ამით. აღიარებ ყურანს როგორც მუსლიმი, უნდა იცოდე, რომ შენ უნდა იხელმძღვანელო ამ, ვთქვათ, ყურანის მითითებებით. აქ აღრევა ვერავინ ვერ მოახერხებს და ვერავინ ვერ მოახერხებს ამის დაზავებას. ორი ზღვა არის, რომელიც ვერასოდეს ვერ შეხვდება ერთად.